საღამო მშვიდობისა მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო დღეს კვირა და რა თქმა უნდა თქვენ უყურებთ ყველაზე სასაცილო გადაცემას ანეკდოტების შოუ მე კი არა მაქვს სასაცილო საქმე მაგრამ რა ვქნა უნდა გამოვაცხადო პირდაპირ ასე ვთქვათ თავდასხმა გურჯაანიდან მოკლედ გურჯაანელი ცოლ-ქმარი ჩემო ბატონებო ნათია ცეცხლაძე და ელგუჯა ხუნაშვილი ნათია ცეცხლაძე და გუჯა ხუნაშვილი ცოლ-ქმარი არიან ნათია აჭარელია ხოლო გუჯა კახელი ანუ ოჯახში არც ღვინო აკლიათ და არც ზღვა გუჯა გურჯაანელი შეიხია თანაც ერთცოლიანი შეიხი რადგან მის მრავალცოლიანობას ნათიამ ყადაღადაადო ინტერნეტში ესენი უფრო ცნობილები არიან ვიდრე ილონ მასკი მართალია მასკი უფრო ფულიანია მაგრამ შეიხობას ვერ ქაჩავს თუ მათი მოყოლილი ანეკდოტები არ მოგეწონებათ გუჯამ შეიხობა თუ არა კახელობა ჩამომართვითო როგორც ზემოთ მოგახსენეთ ნათია გაკახელებული აჭარელია და გუჯა გაშეიხებული კახელი ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუა ჩვენ ჯერ არ ვიძინებთ და დარჩით ჩვენთან არ გადართოთ სხვა არხზე ხოლ სტუდიაში სასიამოვნო იყოს სასიამოვნო თქვენი მობრძანება დაბრძანდით მორჩა ო, კარავანი დარჩა. რა ვიცი, გურჯაანელი შეიხიო და ერთთან ერთად მეთქი მთელი დღეს ჩემი დღეა, პატა. თქვენი დღე არის. მითხარი, რატო გურჯაანელი შეიხი? როგორ უძლებთ ან თქვენ ამას და თქვენ რატო შეგარქვეს? ნუ მე შემარქვა ნათიამ. რატო, აბა მითხარი. რატო და იმიტომ რომ მინდოდა რომ ქმარი მყავდეს შეიხი. ოღონდ იმიტომ კი არა რომ ბევრი ცოლი ყავდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფული ქონდეს. აქედან დაიწყო ეგ თემა. გადასარევი, შენი მე როგორ არის ეგ ამბავი? უცებ შეეგუა მაგროლს. მოირგვა ფულის ამბავში როგორ არის? ხო და ვცდილობთ რომ მარტო ფულის ამბავში იყოს შეიხი და არა ეს ცოლობის ამბავში. სხვათა შორის რომ გავაჟღერეთ რომ გურჯაანელი შეიხია ჩემი ქმარი თქო. ეგრევე წამოვიდა მესიჯები ქალებისგან რომ კამერა ჩართეო და მე გავიხტიო რა თქინდა ეგო. მართლა? მე ცოტა ეჭვი შემეპარა რომ მინდა შეიხი ქმარი. მაგრამ გუჯამ ეს მომენტი არ გამოიყენა. და გამიხარდა ვიფიქრე, კაი მივაწვეთ ისევ შეიხობას და ბევრი ფული ვიშოვოთ თქო. კი ბატონო, გამოდგა ერთგული ესე. კი, ძალიან ერთგული შეიხი. კარგი, ჩემო ძირფასებო. ესე იგი, გუჯა გავტონათია, ბატონ გუჯა, მოდი ესე უშუალოდ რომ გადავიდეთ ბატონობის გარეშე ხო შეიძლება? კი, კი. რა თქმა უნდა. სოციალურ ქსელში არის რაღაცა მთელი ამბავი ატეხილი ამ თქვენ ამბებზე. და წარმოიდგინეთ რამხელა კითხვის ნიშანი მოხსენი რომ თელაველმა კაცმა გურჯაანელებს დაგიძახი. პატა, გვიყურებ ხოლმე? ძალიან მაინტერესებდა ეგ. მოხვედრია ჩვენ. რამდენიმე ვიდეო მაჩვენეს, როცა გადაწყნაროთ, უნდა მობრძანებულიყავით თქვენ და შევხედე, რა თქმა უნდა. ხო და აი მაინც მაინტერესებს ეს რანაირად დაიწყო როგორ თქვენი აქტიურობა აი როგორ ჩართეთ მეორე და რამ გადაგაწყვეტინათ ესე თუ სპონტანური იყო თავიდან მოუყვე ნულიდან შეიხობაზე ყველაფერზე ახალი წელი მოდიოდა და რაღაც არაორდინალური საჩუქარი მინდოდა რომ გამეკეთებინათ ჩემი მეუღლისთვის ძალიან მინდოდა წასვლა დუბაიში რაღაცა ისეთ საოცნებო ქვეყანა მეჩვენებოდა და ბოლოს ჩემი კაპიკები გადაუფხიკე და ვიყიდე ბილეთები დუბაიში. ვიფიქრე დანარჩენ ხარჯს გუჯა გაიწევს თქო და ვაჩუქე ეს ბილეთები ახალ წელს. ჩემ მეუღლემ კონვერტი რო გახსნა და შიგნით დაინახა 2 ბილეთი, ქუთაისი აბუ-დაბი. შეგიჟი ხო არა ხარო დუბაიში რა მინდაო? მე ვთხარი შეიხი უნდა გახდე მეთქი დუბაიში და წაგიყვანე. ერთი კვირის წინ არის და ჩამოსულები ვართ ვიყავით იტალიაში, მერე პრაღაში ვიყავით და ფული აღარა გუჯას დავყიდულო ბილეთებს დუბაიში. და უნდა წავიდეთ თებერვალში დუბაიში. და ნუ ეს მე დაიწყო რომ გიჟი ხარო და თან მე იმ წერილში სადაც ბილეთები იყო დავწერე რომ ოცნებები ხდება თქო. დიახ. და გუჯას ვეუბნები რომ ჩვენ რო იქ წავალთ, შენი ცხოვრება კოორდინალურად შეიცვლება, აი ნახავ მეთქი. გიჟი ხარ რა ცხოვრება რა დუბაი რა უნდა ამქალსო და წავედით.
დუბაიში რო წავედით, ისიც ოცნებად მქონდა, რომ იქაური ტანსამოსი მე ჩამეცვა, რა თქმა უნდა და ეხლა მე რომ მეცნებოდა ფოტოსესიაზე ეს ულამაზესი კაბა, გუჯაც რა თქმა უნდა ჩაეცვა. აბა? ნუ 2 სართულიანი კახური დაამაყარა მაგის გამო რა კაბა, ეხლა კაბითვიული ვერ ახარ კარგათო, მაგრამ ხო გიყვარვარ, ხო ესა, ხო ისა, გეხვეწები ერთი სურათი და ჩაიცვა. კაბა ჯერ ვერ დადიოდა, ძალიან უჭირდა, იმიტომ რომ გძელი კაბა იყო და ეს ვატარებდი იმ ბაზრებში ამ კაბებით. მე უკვე მოეწონა, იმიტომ რომ ერთ-ერთ სასწაულ რაღაც ადგილზე ვიყავით, სადაც სანახაობებია ძალიან ლამაზი. მაგას მე მოვყვები. ეგ მივედით ემირის მთავარი სასტუმროა, რომელიც ყველაზე ძვირადღირებულია დუბაიში და იქ მივედი და მანქანებია ლამბორჯინი დგა, აი როგორც ჩვენთან ოპელი რა ისე. ხო. ამასთან რომ გავიარე და შიგნით მაინტერესებს რა ხდება. იქ ალბათ მილიონერები არა, უფრო მილიარდელები ისვენები. შედიან და მიდიან, მოდიან და ახლა მე ზმანზე ვარ. ხო და მაინტერესებს შიგნით რა ხდება. ესე ხელები შემოვილაგე უკან და შევაჭერი. შევაჭერი გამიხსნეს მობრძანდით. ამ დროს ეს შეიხის ქუდი ეს ყველაფერი. მე უკან მომდევს და მიღებს ამ დროს. მე ვუღებ. აქედან წამოვიდა რა. და წამოვიდა. არა, რო შევიდა პაატა. ის დაცვამ ხო კარები გაუხსნა. მობრძანდითო რა, ბატონ შეიხვანო იმათ იმიზე შეუშვეს, ასე შეხედეს რაღაცნაირად. გუჯა შევიდა ძალიან ძელავოე ასეთი და მიხვდა რომ ეს მოსწონს. და მთელი ჩვენი კრუიზი დადიოდა ამ ფორმით, რომ ყველა უყურებდა ესეთი დადიოდა. მაქიდან მოეწონა და დაჟე ხა თქვენ რო შეიხსეთ ძახით ეამაყება მომენტ. იცი რა მაინტერესებს მე ბევრი გამომწერი ყავთ. კი, 120.000-მდე ავედით. სხვათა შორის მაქიდან დაიწყო ეგ ყველაფერი. ყოველდღიურად წერთ რაღაც ვიდეო. ყოველდღიურად როგორც შენ ხარ, სულ კამერების ქვეშ, ჩვენ ტელეფონის ქვეშ, აი ესე ყოველდღიურად ვართ და უკვე ეს ჩვენთვის არის ჩვეული. აი რა წარმატებებია იქ რაიონში თქვენთან გცნობენ, რა თქმა უნდა უკვე და რაღაცა. ნუ კახეთში რო ყველა კატა და ძაღლი გვიცნობს, ეგ უკვე ყველა მიცით, ანუ გვიცნობენ მართლა. იმდენად დიდი კატა და ძაღლი, თავარია ვინმა არ გიცნობს იცოდეს. ალბათ. აფრთხილებული ყავა. მე ხო იცი მაგათი ამბავი, ვირები შეიხიან შეგარკვევით. ძალიან დიდი პრივილეგია პატა შენ გეცოდინება, რომ ყველგან რო გცნობენ ისე თუ ასე, შენ ახლა უფრო გცნობენ რა თქმა უნდა. ერთი ისტორია მაქვს შენ პირველად როდის გნახე? აბა გისმენთ? შენ ალბათ აღარ გახსოვს, მაგრამ მე არასდროს არ დამავიწყდება. მოვყვები თუ შეიძლება. პატა გულიაშვილი როგორ გავიცანი? გურჯაანში ვართ. დიახ. სალონში, ცენტრში მაქვს სილამაზის სალონი. მაქიდან დავიწყებ ჩხილებს ვქლიბავდი და ნუ წლების ისტორია 1-5-6 წლის. სალონში ვართ, აზრზე არ ვიყავი სიმართლე რომ გითხრათ, ვინ იყო პაატა გულიაშვილი. იმიტომ რომ ჩვენ სხვა ქვეყანაში ცხოვრობდით და ქართველ ცნობად პიროვნებს საერთოდ არ ვიცნობ. 10 წლის წინ ჩამოვძანდით, ხო? კი. და სალონში ვართ რაღაცა ფუსფუსებ, დედაჩემს ველაპარაკები, ვიდეო თვალით რომ მომენატრედე რაღაცა და გოგოები იძახიან, პაატა გულიაშვილი. ვინ არის მეთქი კაცო? არა და მე ცნობადი პიროვნებები ისე თუ ასე ქიშვარდასთან მქონდა სურათი გადაღებული, იმაზეც მასე მითხრეს ცნობილია გადაიღეო რაღაცა და იმ წინა დღეს ქიშვარდა იყო, იმასთან გადავიღე და ის არის მეთქი ისევ რაღაც ვიღაცნაირი მეთქი, ანუ ისევ იმაზე მეგონა. არაო ეს სხვა არისო კაცო იუმორისტიულ შოუში გამოდის, არ იცი კაცო პაატა დედაჩემი მეუბნება, პაატა მაგარია, მაგას უყურებ ხოლმეო. მიხო და მახო რა არიციო მეუბნება, არ მიხო და მარო. ხო, აი ეგ. ხო და არც მაგას არ უყურებ, შეწარმოიდგინე და ვახ, კაცო, მაშინ მაგასთან სურათი უნდა გადავიღო მეთქი. გოგოები რა უნდა უყო? დაუძახებ, კაცო, შემოვა მეთქი. ფანჯრიდან ვიყურები, კარები შევხსენი და პაატა ვეძახი. ეს კიდე მოდი მეთქი ვანიშნებ. ნუ არ ვიცნობ ადამიანს, ვაიმე ვიფიქრე ახლა რომ შემოვა. რა უნდა უთხრა, ისთვის ვეძახი ამ კაცს. შემოდის და ბატონ პაატა, ოცნება მქონდა თქვენთან სურათის გადაღება მეთქი და პაატა მე ოცნება არა ისაო. და გადავიღეთ სურათი ახაც მაქვს Facebook გვერდზე. ბევრმა დააკომენტარა, ჩემი საყვარელი მსახიობიაო. გენაცვალე, გაიხარეთ. მადლობა, კარგია. აი ხო ხედა, უკვე 10 თქვენ დაგიძახებენ, ერთი წუთი შეიძლება თქვენთან. პაატამ დაგვიძახა შოუში, აბა. აი ხო ხედა, ესია ყველაფერი.